გამარჯობა, ეს არის განცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. საღამო ხანს სანაპიროზე სეირნობისას ახლობელი შემხვდა. დიდხანს ვილაპარაკეთ რაზე? პოლიტიკაზე, დიახ. და აი მე თავში ერთი ბანალური აზრი მომივიდა. რა არეტიანებს დღეს მთელ საზოგადოებას? მხოლოდ პოლიტიკა. დიახ, პოლიტიკა ის თემაა, რომელზეც ყველას გვაქვს საკუთარი აზრი და მზად ვართ ამ აზრის გამოსახატავად მკერდზე პერანგის შემოვიხიოთ. კაცების შემთხვევაში რასაკვირველია. ქალები რა თქმა უნდა პერანგს არ შემოიხევენ, მაგრამ დამაჯერებლობისთვის სხვა საშუალებას მიმართავენ. მოკლედ, ხშირად შემჩნევა ასეთი რამ. ძველი ახლობლები რომ ვიკრიბებით, ძალიან ზანტად ვიწყებთ საუბარს. ბევრდროა გასული და ის საერთო ინტერესები, რაც ახალგაზრდობაში გქონდა, ღვინო, დუდუკი, ტანცები ასე თუ ისე შეგვეცვალა. ხდება ხოლმე რომ საერთო თემა, რომელიც ყველას დაგვაინტერესებს, არ იძებნება მანამ, სანამ ვინმე პოლიტიკაზე არ ჩამოაგდებს სიტყვას და აი აქ კი იწყება ზეიმი. ყველა ავყაყანდებით ხოლმე, ყველას აქვს თავისი აზრი და ყველა ვცდილობთ, რაც შეიძლება უფრო ხმამაღლა გამოვთქვათ იგი. შეკრების ბოლოს ვიშლებით ემოციებისგან სრულიად დაცლილნი და დაკმაყოფილებულნი. აბა ბეთჰოვენზე, ევერესტზე ან ფუკიდიდეს მახეზე დისკუსია და ემოციების ხარჯვა აღარ გამოდის. სამაგიეროდ ხაბეიშვილსა და ერმაგზე შეგვიძლია ერთმანეთი მეგობრულად, რასაკვირველია, გადავხოცოთ. ხო და ახლობელთან ერთად სანაპიროზე სეირნობისას პოლიტიკაზე დიდხანს ვილაპარაკეთ, რასაკვირველია ჩვენ ერთ მხარეს მდგომი ადამიანები ვიყავით და ბოლოს მითხრა რომ ჩემს გადაცემებს ყურადღებით ადევნებს თვალს და ერთი რამ შენიშნა, ბოლო დროს გაცილებით მეც ვლაპარაკობ საერთაშორისო ფიგურებსა თუ მოვლენებზე, ვიდრე ლოკალურ, ანუ საქართველოს ამბებზეო. დავუფიქრდი მის სიტყვებს და პრინციპში დავეთანხმე. მართლაც ასე ხდება, მეგობრებო. ბევრ დროს ვუთმობ უკრაინის, ევროკავშირის, რუსეთის, ახლა უკვე ირანის ამბებს, იმის მაგივრად რომ გვარამიაზე, ჩერგოლეიშვილზე, ჭიჭევაშაძეზე და მათ სულიერ პაპაშაზე, მიხეილ სააკაშვილზე ვილაპარაკო და შეძლების დაგვარად მოგიწოდოთ, ვიყოთ უფრო ყურადღებით, რათა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ იმ სრულიად დესტრუქციული ძალების დაბრუნება მმართველ რგოლში. მაგრამ საქმე ისაა, რომ დარწმუნებული ვარ ყველა ვინც მისმენს უჩემოდაც მშვენივრადაა გათვითცნობიერებული იმ საკითხში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტიპები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ჩემი შეგონება ალბათ არც არის საჭირო. აქ როგორც ჩვენში ამბობენ, თვითგადარჩენის ინსტინქტი გვერთვება, დიახ. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, ეს ძალები უკან თუ მობრუნდნენ, ხომ ყველას გვესმის რა დაიწყება აქ. შვილი დედას არა იყვანს ხელში და სახჩობელების რიგი დადგება ისნიდან თბილისი მოლამდე. ვუგუველებელყოფ რეალობას, ვუცვლის სახეს, ვუტრირებ. რასაკვირველია, ცოტა ვუტრირებ, მაგრამ არც თუ ისე ძალიან. საქმე ისაა, მეგობრებო, რომ იმდენად უსუსურია დღევანდელი ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, ანუ ის, ვინც ზედაპირზეა და ვინც ფართხალებს, რათა ჩვენი ყურადღება მიიქციოს, რომ მგონი მათზე სალაპარაკო მასალა უკვე მეწურება და ერთისა და იმავეს გამეორება კი არ მინდა. ჯერ ერთი ამდენი წელი ერთი და იგივე სახეებს ხედავ. მეორეს ახალს არაფერს გთავაზობენ ისინი. ერთსა და იმავეს იმეორებენ, რაც ისევ და ისევ სიცრუესა და ორპირობაზეა დაფუძნებული. ანუ როდესაც ადამიანი მე-14 წელია სიტყვაზე შავზე თეთრს ამბობს და მიწევს რომ გავყვე მეც იგივე თქვა, შავი თეთრიაო, აი როგორ გონია რომ მე ამდენად გამოშტერებული ვარ, ეს ადრე თუ გვიან დავუჯერო, გავყვე და ვიზახო, ეს თეთრია და არიქა გადადგეს ბიძინა. ისე ბიძინას გადადგომა მათ ყოველწინ ანდადებას თან რომ ზდევს ხომ შენიშნეთ. სადღაც უდროოდ სიტყვა წამოვა, გადადგეს ბიძინა. რაც მეწყერი უშნოდ ჩამოწვევა, გადადგეს ბიძინა. აბასთუმნის ცაზე ღრუბელი გაჩნდება, გადადგეს ბიძინა. სააკაშვილს შეღებილი თმა გაუჭარავდება, გადადგეს ბიძინა.
მოკლედ ბიზნეს სულ გადადგომის პროცესში უნდა იმყოფებოდეს, ოღონდ გაუგებარია საიდან უნდა გადადგეს, როდესაც ადამიანი არც ერთ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებს. კარგი, ეს ლირიკა იყო, მაგრამ ახლობელი მართალია. მე აქ ალბათ იმიტომ კი არ მომიწვიას, რომ ორმუზის სრუტის პრობლემებზე ვილაზღანდარო, თუმცა ძალიან მინდა ამის გაკეთება. მე აქ იმისთვის ვარ, რომ სარკასტულ ფერებში ისევ და ისევ ვაშაძეზე ვილაპარაკო, რომელიც მეტროსთან იდგა და რაღაც ფლაიერებს არიგებდა. ის კი არიგებდა, მაგრამ მეტროს მგზავრები არ ირიგებდნენ და რიგ შემთხვევაში საკმაოდ არანორმატიული ფრაზებით მიმართავდნენ ამ ვერ შემდგარ პრემიერ-მინისტრს. ერთ რამს ვიტყვი, გიორგი ჭიჭე საკმაოდ ჯიუტი ადამიანია. ის არ ეგუება იმ სრულიად დიალექტიკურ აზრს, რომ ვერაზოს გახდება პრემიერ-მინისტრი. რაც თავი მახსოვს, სულ გველაკუცება, გვეჯღანება, ყალბად გვიღიმის, რათა ჩვენი გულები მოიგოს და იქნება ერთხელ მაინც მივცეთ ისეთი დიდი ხმა, რომ მან თავისი ბავშვობის ოცნება აისრულოს და საქართველოს მთავარ სავარძელში მოათავსოს თავისი ციხის მერე ოდნავ შეფერთხილი სხეული. კი ვეტყოდი, გიორგი, შენ პრემიერ-მინისტრი გახდები მხოლოდ მაშინ, როდესაც ვირი ხეზე ავა, მაგრამ ვაი თუ ერთ მშვენიერ დღეს მართლა ავიდეს რომელიმე გაგიჟებული ვირი ხეზე. გიორგი ხომ მაინც ვერ გახდება ვერც ვერაფრის მინისტრი და პრემიერობაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. რა ვიცი, რამე ახლის თქმა გამომივიდა ვაშაძეზე? ეს თქვენთვის მომინდია, მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.